მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა ყველას გამოსვლისთვის. მოკლედ, დღევანდელი აქ ამოსვლა ატარებს რამდენიმე მესის. პირველი არის ის, რომ ჩვენ ამ ბორკილებში კი უფრო მეტად თავისუფლები ვართ, ვიდრე კობახიძე, რომელიც აქ არის ყოველ დღე და რომელიც საქართველოს აბრძებს რუსეთის კლანჭებში. მეორე. ამ ბორკილების არსი არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძოლებთ და ჩვენ ვიბრძოლებთ რეჟიმის ტყვეებისთვის იქამდე, სანამ ყველა მათგანი ოჯახში არ დაბრუნდება და სანამ ყველა მათგანი თავისუფალი არ იქნება. აციეთ ხელები. და მესამე, სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს. მალე გავათავისუფლოთ უნდა ისინი, ამისთვის კი საჭირო არის ბრძოლა გამარჯვებამდე, თავდაუზოგავი ენერგია და ჩვენ მათ გვერდზე უნდა ვიყოთ ვინაიდან მათ მარტო ჩვენ ვეიმედებით და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ვინაიდან ან სიკვდილი ან გამარჯვება. ასევე ხვალ 11 საათზე დილით კობახიძე თლიან თავის საკოცებთან ერთად იქნება პარლამენტში, ზუსტად არ მახსოვს რაღაცა ხდილობა აქვს. და ხვალ 11 საათიდან პარლამენტის უკან უნდა იყოს ხმაური, უნდა იყოს ჩვენი ხმა და უნდა შევაწუხოთ ისინი და უნდა მიხვდნენ რომ ჩვენთვის მეგობრებო, ამჟამად მნიშვნელოვანი არის ერთადგომა, ერთმანეთის დაცვა და ერთმანეთის მხარის დაჭერა. 28 ნოემბერს ყველას გელოდებით რუსთაველზე, იქამდე რა თქმა უნდა თესეუსთან 7 საათზე, ვინაიდან იქნება მარში, რომელიც მიზნად ისახავს იმ ყველაფერს, რაც ამ 1 წლის განმავლობაში მოხდა. დევნილებს ასახლებენ სახლიდან, ჟურნალისტებს იჭერენ, პარტიებს აუქმებენ, ოპოზიციურ ლიდერებს აკავებენ სრულიად უმიზეზოდ. ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად იმ ქვეყანას შექმნილი კრიზისის გამო გამოვიდეთ 28 ნოემბერს ყველა, დავდგეთ ქუჩაში და დავანახოთ თუ რამდენი ვართ ქართულ ოცნებას. მადლობა ყველას ძალიან დიდი. შეგვიძლია ვიხმაუროთ, შევაწუხოთ არა მარტო კობახიძე და ქართული ოცნება, არამედ ის პოლიციელები, რომლებიც აქ ისახურებიან და ვერ ხვდებიან თუ სად დგანან. ასევე მინდა უთხრა გოგა მემამიშვილს, მაშა სალუქოძეს, დავით მამაგეიშვილს და სხვა მაღალი ეშელონების წარმომადგენელ პოლიციელებს. ისტორია ყველაფერს კარგად ინახავს, ყველა სახელი და გვარი ჩაიწერება ნათლად. 21 საუკუნე არის განვითარებული ერა, არ არის ის ერა, რომელიც აქამდე ქონდა საქართველოს და არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ იმ ძნელ ხანაში დააბრუნოთ ქვეყანა. ჩვენ ყველას მოგეთხოვებათ, ეს თუ არა ხვალ და ყველა დაიჭრებით და ყველა აგებს პასუხს იმის წინაშე, რასაც დღეს აკეთებს. შეგახსენებთ, ახალგაზრდების წინააღმდეგობა გარდაუვალია. მეგობრებო, ცოტა ხანი ვიხმაურო და დავიძრათ უკან პარლამენტისკენ.
მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა მეგობრებო, ძალიან მახარებთ ყველას რო გხედავთ ბედნიერი სახეები, როდესაც ჩვენ სიმართლე სამხელა ხმაზე ვაჟღერებთ. ეხლა კი როგორც პერფორმანსულად ვეკეთა ეს ბორკილები, ისე პერფორმანსულად მივუყრით იმათ, ვისაც ნამდვილად ეკუთვნით ბორკილების ხელზე დადება და რომლებიც უნდა იყვნენ ციხეში, ციხის პატილებით ვაგივრათ. Nicola, tu canzati c'è mai tempo. Nicola, scusa. Ciao, ci può che sei da. Molatro, that's cuenta que te bates. მეგობრებო, დღევანდელი დღამით ნახევრად შესრულებულია. მეორე ნახევარი ის, როგორცაც ამოვედით წესრიგის ერთმანეთის დაცვით, ისე უკან ბრუნდებით პარლამენტთან და ვემზადეთ 28-თვის, 28-ში უნდა ვიყოთ უამრავი და თუჩები უნდა დაიწიოს ხალხმა. როგორც ნახეთ, აქციის მონაწილეობა დემონსტრაციულად გაიკეთეს ხელბორკილები და ამით გამოხატეს ის, რომ ისინი მხარს უჭერდნენ და ერთმანეთს ავაგრებდნენ, ხოლო შემდეგ ასევე დემონსტრაციულად მოიხსნეს და საკრებულოს წინ დაყარეს Amazing!